დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე 592 ოჯახისთვის, რომელსაც დღემდე უწევდა რთულ პირობებში ცხოვრება. დღეს 592 ოჯახს გადაეცა ბინები ახლადაშენებულ კორპუსებში. რაც შეეხება კრიტერიუმები განისაზღვრა 12 ძირითადი კრიტერიუმი განისაზღვრა, მათ შორის ოცნების ქალაქის, აგრეთვე ბესტნების ქალაქის მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით გადაეცემა 592 ოჯახს ის ბინები, რომლებიც აშენდა. განსაზღვრულია ყველაფერი. ყველაფერი არის განსაზღვრული ამასთან დაკავშირებით. დავინტერესდი, მივიღე ინფორმაცია, კრიტერიუმები არის განსაზღვრული. 592 ოჯახი იღებს ბინას. თქვენ იცით, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და ეს პრობლემა ედობობრივად გვარდება. 592 ოჯახი უკვე ახლა იღებს ბინას. ხო, და წინა ხელისუფლებამ დატოვა საარჩევნო პერიოდში, მაშინ სიღარიბე ნაციონალების დროს იყო 1,100,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ხوارს მიღმა. ჩვენ მოახერხეთ ეს მაჩვენებელი ჩამოვიყვანეთ 435,000-მდე, მაგრამ მაშინ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო ძალიან მაღალი, 1,100,000-ზე მეტი და ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ეს პრობლემა, რომელიც მემკვიდრეობა დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ. მემკვიდრეობაზე გვითხარით, როდესაც პირდაპირ რუსეთს ჩაგვაბარეთ ბატონო. ჩვენი მემკვიდრეობა გვიტოვებთ, რომ რუსეთს გვაბარეთ და ნახეთ ახლა მეგონი თქვენ სარჯერათ რასაც ამბობთ. ძალიან კარგად მიჯერა და კონგრესმენების განაცხადა ნახეთ. არ დარჩა ასეთი ნორმალური ქვეყანა, რომელიც ხარს დაგიჭერდა, ყველა იმას ამბობს, რომ რუსეთის დავალება შეასრულებდა. ჩვენი მემკვიდრეობა არის 592 ბინა, რომელიც საკუთარი ხარჯით ააშენა სახელმწიფომ იმისათვის, რომ დახმარებოდა საკუთარ მოქალაქეებს. ხალხის ხარჯი. ხო, ეს ბიუჯეტი ადრეც არსებობდა, მაგრამ ნაციონალები ხარჯავდნენ საკუთარი კეთილდღეობისთვის იმ თანხებს და ეს არის განსხვავება წინა ხელისუფლებასთან. ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ აი რუსული კანონის მიღების კითხვებს არ უპასუხეთ. თქვენ მითხარით, რომ ვიპასუხებდეთ რუსეთზე, ბატონო. ეს იყო გუში რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, პირდაპირ ვიტყოდი ამას. გუშინ რა ქვია, ვანო და ნატალია სერგო-ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი. ამას სხვა სახელი უბრალოდ არ შეიძლება დაეთქოს და ძალიან დასანანი და ძალიან სამწესო ღალატი მოიგებდა ეს პოლიტიკურ პარტიაში ნაცნობრობაში. პარტიაში ნაცნობრობაში მოიგებდა ქვეყანა, რომელიც მხარს გიჭერთ და რომელიც არ ამბობს, რომ თქვენ არასწორად მოიგებაში გიჭერთ მხარს. ევროკავშირის ელჩის განცხადება ნახეთ მინიმუმ, კონგრესმენების განცხადება. ამბობთ, რომ არ გაინტერესებს გაჩხება კანონს. კანონთან დაკავშირებით ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი. მე შევთავაზე ყველა საჯარო დისკუსია, ყველა გაექცა საჯარო დისკუსიას. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ არსებობს. გამჭირვალობას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას საქართველოში არ აქვს ალტერნატივა, არეულობის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს საქართველოში ალტერნატივა. ყველაფერს ემსახურება კანონი გამჭირვალობის სანქციების უნდა ეშინოდეს მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ეს არის ჩემი პირდაპირი გზავნილი. სანქციების სანქციების უნდა ეშინოდეს მხოლოდ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ერთი ქვეყანა დაგვისახელეთ, რომელიც უჭერს რუსულ კანონს მხარს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში. ვერ ბედავენ
გაორბიან საჯარო დისკუსიას, მაინც აგრძელებენ დაუსაბუთებელ კრიტიკას. ასეთი სისულელის როგორ შეიძლება? რა ის რუსეთს ჩაგაბარებ? რა სისულელეს ამ? რა სისულელეს? ვიზა ლიბერალიზაცია შეიძლება გაუქმდეს. ფერმა პოლიტიკურმა პარტიამ შემოიყვანა რუსული ტანკები საქართველოში და ჩააბარა 20%. ფერმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთეს ყველაფერი. ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ მოხდება განსაკუთრება ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ჩვენ ბევრი რამე გვემუქრებოდნენ. ბევრი რამე გვემუქრებოდნენ. ბევრი რამე გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ, ხო ახსნეს და ეს ახსნა უბედურება იყო, ხო, ნახეთ როგორ თქვენ გეშინოდათ რომ მოკლავდნენ? არავითარ შემთხვევაში. მე არც არ მეშინოდა, მაგრამ მე ვითას წარმოგ კონგრესიდან სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით. გაეროს რეზოლუციის შეფასება რაც შეეხება სლოვაკეთის პრემიერის საკითხს და შესაბამის მუხარას, ამასთან დაკავშირებით თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ რომ გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მკითხები. კიდევ ერთხელ დააკვირდით, რასაც ვამბობ. როდესაც საქმე ეხება მუხარას, სადაც გაჟღერდა სლოვაკეთის პრემიერის გვარი, თუ იქნება რომელიმე ქვეყნის მხრიდან ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მკითხები. გაეროს რეზოლუციის შეფასება. ბატონო? გაეროს რეზოლუციის. კი, რაც შეეხება გაეროს რეზოლუციას, წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა და სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ ამ რეზოლუციას, დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდამჭერა. შარშან პირველად ჩვენ მოახერხეთ და სამნიშნა, ასე ვთქვათ, რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა 103 ქვეყანამ დაუჭერა მხარი ჩვენს ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება და მადლობა მინისტრს, მთლიანად სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ დიპლომატს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რაც შევა ჩინეთს, მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია. LGBT პროპაგანდის შესახებ ოპოზიცია ამბობს, რომ ხარს არ დაუჭერს, ამბობს, რომ ეს არის საარჩევნო გათვლა, თორემ საქართველოს არ აინტერესებს ოჯახის სიძინვე და ახალგაზრდები. თქვენი პასუხი როგორია და თუ არ დაუჭერს, მაშინ რას ნიშნავს ეს? ანუ ვინც არ დაუჭერს ხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ის ხარს უჭერს ავტომატურად პროპაგანდას. ეს არის ძალიან მარტივი. ვინც ხარს არ უჭერს პროპაგანდის შეზღუდვას, ის ხარს უჭერს პროპაგანდას. ამ პროპაგანდას აქვს ძიმე შედეგები, სხვადასხვა საზოგადოების მაგალითი ამის თქმა შეიძლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი პროპაგანდისგან დავიცვათ საქართველოს მოსახლეობა. კონგრესის და რევოლუციური მუხარაზე. ბატონო, კონგრესის და რევოლუციის მუხარაზე როგორ ასკობდეთ? ბატონო, შეაფასეთ კონგრესის და აი რევოლუციის სცენარზე საუბარი გაჟღერდა ამ მუხარაზე. ანუ რა ვიცი, მუდმივად გვახსენებენ მაიდანს და მე მინდა შეგახსენოთ რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას. მაშინ გარედან დაინიშნა უკრაინაში ხელისუფლება და ასე დროს, როცა გარედან ნიშნავ ხელისუფლებას, ქვეყანაზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. თუმცა უკრაინაში რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მას შემდეგ მანამდე უკრაინა უпроსტად იყო ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ეკონომიკურად იყო აღმავლობის გზაზე. ეკონომიკა იყო თითქმის 200 მილიარდი დოლარი, მაშინ უკრაინის ეკონომიკა. დღეს ქვეყანა არის განადგურებული, ეკონომიკა არის უმძიმეს კატასტროფულ მდგომარეობაში. რუსეთმა განახორციელა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, 10,000-ობით ადამიანია დაღუპული, 100-ობით ბავშვია დაღუპული. ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? და როდესაც დღეს ჩვენ გვახსენებენ მაიდანს საქართველოს კონტექსტში, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც უკრაინას მოუტანა მაიდანმა და რაც ასეთმა პროცესებმა შეიძლება მოუტანოს საქართველოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დაუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც ჩვენ არ დაუშვებთ ჩვენს ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილიც იყო კონგრესის საუბარი და თქვენ რომ პოლიტიკატიმარი.
რაც შეეხება რუსეთისთვის ჩაბარებას, ვინც საუბრობდა მაიდანზე, ზუსტად იმ ადამიანებმა ჩააბარეს უკრაინის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. და იგივე ადამიანებმა ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. მაგრამ მე სერიოზულად საუბრობ. მე სერიოზულად საუბრობ. მე სერიოზულად საუბრობ. ქვეყნის სანქცირებაზე. მე სერიოზულად საუბრობ. გალადობის კამპანიაზე რომ კონკრეტულმა ადამიანებმა უკრაინის ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას. კონკრეტულმა ადამიანებმა 10,000-ობით უკრაინელი შეწირეს ომს და ეს ყველაფერი მოყვა მაიდანს. ეს ადამიანები ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობას იღებდნენ საკუთარ საქციელზე. ეს საქართველოს ემუქრებიან მაიდნით და ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის შემაშფოთებელი. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე. ჩვენს ოკუპირებულ ჩვენ პასუხისმგებლობას აღიარებთ. ჩინეთი აღიარებს ჩვენს ოკუპირებულ გუშინ გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. გაეროს რეზოლუცია მაგას არ ეხებოდა. ჩინეთი ხარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. გაეროს რეზოლუციას არ დაუჭირა, მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენ სტრატეგიულ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის რა უნდა განახო პირდაპირ ეს არის ჩინეთის ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია. ჩინეთი აღიარებს საქართველოს. თქვენ შეიძლება ეს არ გსიამოვნებდეთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ვის რომ წqint, ეს ვის რომ წqint, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სასაცილოა, რასაც თქვენ ლაპარაკობთ. ევროკავშირი რო იძახის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. რა პასუხი გვაქვს ქართულ ოცნებას ქართული ხალხის მიმართ? ქართული ხალხის დასჯას ვერავინ არ გაბედავს. ქართული ხალხის ბიჭო მაცალეთ. ქართული ხალხის დასჯას ვერავინ ვერ გაბედავს. ხან ვიზა ლიბერალიზაციას ელაპარაკებენ, ქართულ ხალხს ვერავინ ვერ თაშეს. საუბრობენ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე. თვითონ საუბრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს ქართულ ხალხს, არა ხელისუფლებას, არამედ ქართულ ხალხს. ასე დროს ახლა ვიღაცამ ქართულ ხალხს ჩამოართვას კანდიდატის სტატუსი, ეს ხო სასაცილო იქნება. ჩვენ არ ვაჭრობთ, რომ ქართული ხალხი რომელიც ქუჩაში დგას აქციებზე და რომელსაც ევროპული მომავალი ისინი არ ისახურებენ ნამდვილად. ქართული ხალხი მხარს უჭერს. ქართული ხალხი მხარს უჭერს. ქართულ ოცნებას. არა, ევროპულ მომავალს. კანონის გამჭვირვალობის შესახებ 60%-ზე მეტი საქართველოს მოსახლეობის მხარს უჭერს. ქართულ ოცნებას და გამჭვირვალობის შესახებ. ხავს ვიბრაზებ. ძალიან ბევრი ადამიანებია. ბევრად მეტი. არა, ბევრად მეტი ადამიანი გამოვიდა ჩვენს აქციაზე, რატომ? იმიტომ რომ არის აქციაზე როგორ გამოვიდა, ვიცი, როგორ ძალით წაიყვანეს. პოლიტიკური უმცირესობა ამ ქვეყანაში, პოლიტიკური უმცირესობა ამ ქვეყანაში არის გვესმის რაღაცეების წინააღმდეგი, მაგრამ ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური უმრავლესობა. საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც ხარს უჭერს ქართულ ოცნებას და ხარს უჭერს კანონის გამჭვირვალობის შესახებ. არის პოლიტიკური უმცირესობა კოლექტიურ ნაცმოძრაობას? არა. თქვენ პარტიას ქართული ხალხი არ უჭერს. ქართული ხალხი ეს რაც ხდება 582 ოჯახს გადავეცით ბინა. ამას უჭერს ხალხი, ქართული ხალხი ამას უჭერს. აი ეს არის ევროპული მომავალი. ის რომ 580 არა. ევროპული მომავალი არის ის რომ თქვენს გამო. აი სისულელებს ვილაპარაკობ. 582 ოჯახს რომ გადაეცა ეს არის ევროპული მომავალი. ეს არის ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნის. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. რასაც ჩვენი პარტია აკეთებს, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანას არ ქონდეს ევროპული მომავალი. თავდასხმები როგორ შეაფასებთ თქვენ ამ პროცესს? ვინ ასოცირებელი ამ ყველაფერზე და იქნება თქვენ რა? ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი ნებისმიერი ასეთი ფაქტი, ნებისმიერი ასეთი აქტი. ოღონდ მე მინდა ერთი რამე ვთქვა. ყველას მოუწოდებ, რომ გქონდეს ერთი სტანდარტი და არა ორმაგის სტანდარტები. ეს არის პრობლემა, როდესაც კონკრეტული NGO-ები, კონკრეტული მედია საშუალებები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები პირების განმავლობაში
პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას, იწონებდნენ ბულინგს, იწონებდნენ თავდასხმებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე თუ არაპოლიტიკოსებზე და ეს შემდეგ. ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ გქონდეს ერთი სტანდარტი, როცა საქმე ეხება ძალადობის თუ მსგავსი ტიპის სხვა ქმედებების დაგმოვებას. მას დეპუტატები იწონებდნენ ბატონოიდები ძალადობას დიმიტრი სამხარაძემ პირდაპირ Facebook სტატუსი და კიდევ ერთხელ გამიმეორებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა თქვენ დაგმეთ ყველა მიმართულებით ძალადობაც და ნებისმიერ ტიპის ბულინგის ორივე მიმართულებით. დიდი მადლობა.